ქართულ-სლოვაკური ჯინო ჰოლდინგის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორის ნუდარ გიორგაძის განცხადებით 2025 წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო. ბიზნესის ოპერირების შედეგები ინვესტორმა გადაცემა ბიზნესის კვირეულში შეაფასა და აღნიშნა, რომ ჰოლდინგი მოგებაზე გადის. ჯინო ჰოლდინგის მასშტაბით სლოვაკეთში შემოსავლები დაახლოებით 7-8%-ით არის გაზრდილი. პრაქტიკულად მოგებაზეა საუბარი, რაც შეეხება საქართველოს ნამდვილად მაქვს სატრაბახო, რადგან მაჩვენებლები ძალიან კარგია. მაგალითად, ჯინო აკვაპარკში 28%-ით არის გაზრდილი არა მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობა, არამედ ვაჭრობაც. ახლა ამ პერიოდში სტუმრების რაოდენობა გაორმაგებულია, აღნიშნა ნუდარ გიორგაძე. ჯინო ჰოლდინგის საქართველოში სტუმარ მასპინძლობის მიმართულებით 10 წელზე მეტი აოპერირებს. დღეისთვის კი თბილისის ზღვაზე ჯინო აკვაპარკის მიმდებარე დეველოპერულ პროექტს თბილისი ბულვარს ახორციელებს. ჰოლდინგის დამფუძნებელი ბიზნესის კვირეულთან აანონსებს, რომ კომპანია კიდევ ერთ ახალ საინვესტიციო პროექტს 2026 წლიდან დაიწყებს. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანია ასკანელმა 2025 წელს გაყიდვები 20%-მდე გაზარდა. ამის შესახებ BMG-თან ინტერვიუში კომპანიის ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა ქეთი კენკიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ასკანელი უკვე 30-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი. ქეთი კენკიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ 2025 წელს კომპანიამ განსაკუთრებული გაფართოება შეძლო როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ბაზრებზე. რაც შეეხება 2026 წლის გეგმებს, ასკანელი აპირებს ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარების გაზრდას და პროდუქტის პოზიციონირებას როგორც ზვირადღირებული, იშვიათი და მაღალი ხარისხის პროდუქტი. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით ცხოველის საკვები პროდუქტების იმპორტი გაიზარდა. ოფიციალურ სტატისტიკის თანახმად 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ცხოველების საკვების პროდუქტების იმპორტმა 48.900.000 დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული 43 მილიონი დოლართან შედარებით 13.6%-ით მეტია. იმპორტის მოცულობა 6%-ით გაიზარდა და 33.401 ტონა შეადგინა. წელს საქართველოსთვის ცხოველების საკვები პროდუქტების მთავარი იმპორტიორი ბაზარი თურქეთია, საიდანაც 6.900.000 დოლარის 6.392 ტონა პროდუქტი შემოვიტანეთ. რაც შეეხება ექსპორტს, საერთაშორისო ბაზარზე ცხოველების საკვები პროდუქტების რეალიზაციამ 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 29.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში შაქრის იმპორტი შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ 75.800.000 დოლარის ღირებულების 138.398 ტონა შაქარი შეიძინა. მაშინ, როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 84.600.000 და 130.343 ტონა შეადგენდა. შედეგად შაქრის იმპორტის ღირებულება 10.3%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობაში კლება 6.1%-ია. წელს 11 თვეში საქართველოსთვის შაქრის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ ბრაზილია, საფრანგეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები და ბელგია.